ვიდეო Facebook-ზე, სადაც გიზიარებთ ჩემ ცხოვრებას, ან უბრალოდ აზრებს უძრავი ქონების შესახებ, ჩემი პროფესიის შესახებ და რაღაცნაირად ვცდილობ, რომ ადამიანებს ჩემი გამოცდილებით დავეხმარო. 99% და ამის ძალიან მადლობელი ვარ, არის დადებითი გამოხმაურება, მაგრამ არის 1% ადამიანების, რომლებიც ყოველთვის რაღაცაზე წუწუნებენ, შეურაცხყოფას გაყენებენ. ერთადერთი მიზეზი, რატომაც არ მწყინს ამ ადამიანების, არის ის, რომ ამ ადამიანებს თუ ძალუძთ თავიანთ გულში ჩაიხედონ, იქ არის რაღაცა, რითაც ეს ადამიანები ძალიან უკმაყოფილოები არიან თავის შესახებ და აი ამ ბოღმას და აი ამ ზიზღს გამოთქვამენ უკვე სხვის მიმართ. აქ არავითარი მიზეზი არ არის, ჩვენ არასდროს არ შევხვედრივართ ერთმანეთს, არასდროს არაფერი არ გაგვიკეთებია ერთად, მაგრამ ადამიანი რატომღაც აი ამ ზიზღს და ბოღმას და ამ უკმაყოფილებას, რომელიც ადამიანის გულში სუფევს, ცდილობს რომ დაანთხიოს სხვა ადამიანს და იგრძნოს თავი უკეთესად. ყველაზე კარგი გზა, რათა თავი იგრძნო კარგად, არის ის, რომ გიხაროდეს ყოველი ადამიანის სიკეთე, კეთილდღეობა. გიხაროდეს ის, რომ სამყარო ბრწყინვალეა და არის გათანაბრებაში დადებითსა და უარყოფით შორის და მთელი ჩვენი ბრძოლა გამოიხატება იმაში, რომ დადებითმა სძლიოს უარყოფითს. ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია.